მოვლენების ვითარდება დღეს უკრაინაში ყოველთვის ცნობილი არის თუ როგორ მიმდინარეობს ბრძოლა ევროპული გზისათვის უკრაინელი ხალხის მიერ. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ რეალურად მე ვხედავ გარკვეულ საფრთხეებს ამ მიმართულებით, რაც შეიძლება მოხდეს უკრაინაში. საუბარი არის იმაზე, რომ იმ ინფორმაციითაც მე ვფლობ, რუსეთის ფედერაცია აპირებს გააქტიურებას სიტუაციის, რაც შეეხება ყირიმის ავტონომიასთან დაკავშირებით, უკვე დაიწყო გამოსვლები და განცხადებების გაკეთება ყირიმში, რომ რეალურად ისინი თხოვენ დახმარებას რუსეთს. ეს არის პირველი ნაბიჯები მიმართულებით, რომ მოხდეს დაძაბვა რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, რაც თალსახად ცხადყოფს, რომ რუსეთი არ აპირებს შეგუებას უკრაინელი ხალხის ბრძოლისაკენ და საუბარი არის ევროპის გზისთვის მიმართებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ფონზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ჩადის სომხეთში და ატარებს შეხვედრებს სამხედრო ბაზაზე. ეს არის ღია მესიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი არ აპირებს არაფრის დათმობას და საუბარი რომ ამიერკავკასიიდან ის არ აპირებს გასვლას. აქედან გამომდინარე მე მინდა ხაზი გავუსვათ რაღაცას, რომ ხელისუფლება არაერთხელ გავაფრთხილე, რომ სიტუაცია დაიძაბებოდა ამ მიმართულებებით და საუბარი არის იგივე საქართველოს მიმართულებით. ამის ნათელი მაგალითი არის მახსოვხლათების გადაწევა. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ თავის პოზიცია უნდა გაამკაცროს. ბოლო ხან ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე პრეზიდენტის მხრიდან ხდება გარკვეული განცხადებების გაკეთება, რასაც მისასალმებელია. საუბარი არის სიტუაციის უფრო მკაცრად შეფასებასთან დაკავშირებით, მაგრამ ლოიალური პოლიტიკის წარმოება და დათმობითი პოლიტიკის წარმოება არაფერ კარგს არ მოიტანს, თუ ჩვენ არ მოუხაზეთ ის წითელი ხაზები, რაც აუცილებელი არის. მე ვხედავ და ვფიქრობ, რომ რეალურად ამ ეტაპზე რუსეთი დაიწყეს დაძაბვას ავტომატურ რეჟიმის საქართველოს მიმართულებითაც და საუბარი არის მახსოვხლათების კიდევ გადაწევაზე და ყაზბეგის რაიონი არის საფრთხეს ქვეშ, იმიტომ რომ ცხინვალის უშიშროების საბჭო განიხილავს იმას, რომ თქვა ყაზბეგის მოსაზღვრე ტერიტორიები თითქოს და იყო ცხინვალის სამხედრო ეგრეთ წოდებული ავტონომიის ნაწილი, რაც სრული აბსურდი არის. ამიტომ ამ მიმართულებითაც ლაპარაკობენ ისინი მოძრაობას. საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებ, რომ მან დაიწყოს პატრულება სასტრაფო რეჟიმში ყველა ამ ტერიტორიებზე, სადაც მოხდეს დაფიქსირება, რომ ვერავინ ვერ გაბიძოს ნაბიჯების გადმოდგმა. ამ ფონზე რუსეთი გამოიყენებს იმ ვითარებას, რაც შეიქმნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ შემოტანილი არის სანქციები და ეს არის მართლაც ქართული დიპლომატიის კრახი, იმიტომ რომ როდესაც ბატონი მარკოვი არ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და არ შემოუშვეს, მე მაშინ ვიყავი ევროსაბჭოს ევროპელი დემოკრატების ფრაქციის ვიცე-პრეზიდენტი, ფრაქციაზეც კი ვერ დააყენეს მათ საკითხი ნორმალურად, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები იყოს გატარებული და არანაირი სანქციები გატარებული არ იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა ქალბატონმა ფანჯიკიძემ თქვა, რომ მაშინაც იყო შემოტანილი სანქციები 2 დღის უკან იმედზე განაცხადა ეს არის სრული აბსურდი. არც მაშინ არ იყო საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული სანქციები. ქართულმა დელეგაციამ საუბარი არის მაშინდელი უმრავლესობისა და ოპოზიციის ერთობლივი მუშაობით მიაღწია იმას, რომ მარკოვი ვერ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და არანაირი სანქციები საქართველოსზე არ დაწესებულა. დღევანდელ ეტაპზე კი, როდესაც ვერ შემოდიოდა ფედერაციის მოქალაქე, რომელმაც გადალახადა და აღვია კანონი ოკუპაციის შესახებ, მისი არ შემოსვლით საქართველოს მიიღო სანქციები. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საპარლამენტო დელეგაცია ძალიან სუსტად მუშაობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და მას არ გააჩნია გარკვეული გავლენები, რათა აღკვეთოს ეს ღონისძიებები. რუსეთი ამას გამოიყენებს კატეგორიულად და აყენებს კატეგორიულად საკითხებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ბიუროზე, რომელიც იქნება დეკემბერში და აგრეთვე მოითხოვს იმას, რომ საქართველოს არღებს ევროსაბჭოს ვალდებულებებს და ამ ფონზე არა მარტო ევროსაბჭოს მიმართულებით, არამედ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებითაც დაიწყებს გარკვეულ პროვოკაციებს. მე მოუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მაქსიმალურად გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ არ წამოეგოს პროვოკაციებს, მოახერხოს ის, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები დააყენოს საქმის კურსში, ნუ იქნებიან ჩაკეტილ რეჟიმში, გამოიყენონ ყველას იმ გამოცდილება, ვისაც გააჩნია ამ მიმართულებით, რათა ყველამ ერთობლივად მოახერხოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, იმიტომ რომ რეალურად ეს 1 წელიწადი და ამაზე ცალსახად პუტინმა მიანიშნა გიუმრის სამხედრო ბაზაზე ყოფნის პერიოდში და ხაზი მინდა გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი არასოდეს არ ჩასულა გიუმრის სამხედრო ბაზაზე. არც პუტინი, არც იელცინი, არც რომ პრემიერ-მინისტრი რუსეთის მედვედევი. ეს იყო ღია ნაბიჯი და ღია თქმა იმისა, რომ სიტუაცია დაიძაბება. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, თავი დავიცოთ. თუ რამე შეკითხვები გაქვთ. უფრო დეტალურად რო ვისაუბროთ, აი ამ 1 წლის განმავლობაში, როდესაც საუბარია, რომ რუსეთი გამოიყენებს ყველაფერს, გამოიყენებს ზეწოლას სხვადასხვა სახებს. აი რა შეიძლება ისის საშიშროება? მოდით, აგერ ჩვენ ყველა ვზივართ, აგერ თქვენ ხართ მასმედიის წარმომადგენლები და მითხარით, ამ 1 წლის განმავლობაში რამდენჯერ გადაიწია საზღვარი და რა რეაქციები იყო ჩვენგან? მხოლოდ ბრიფინგების დონეზე მხოლოდ საუბარი აქვს და უკვე ეს გახდა ჩვეულებრივი მოვლენა საზღვრის გადაწევა და მეტი არაფერი. ეს მინდა ჩვეულებრივ ნიუსად.
შემდგომი შეიძლება იყოს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შემოერთებული გზის გადაკეთვა, რომელიც ეგრეთ წოდებულ რუქებში, რუსეთის ფედერაციის თითქოს ესეთ შემადგენელი ნაწილი იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის, იქნას გამოყენებული. ამიტომ თუ ჩვენ ამას ასე შევეგუებით და ასეთი ლოიალურად გავატარებთ ამას და არ მიმართოთ კვეთილ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, ექნება პრობლემები. და ეს პრობლემები იქნება იმით, რომ ჩვენ ვიქნებით ჩვეულებრივ მუშა რეჟიმში ტერიტორიების დაკარგვის. და ამას რა თქმა უნდა ისარგებლებს რუსეთის ფედერაცია. ყველაფერს გაკეთებს ამისათვის. არა მარტო მე სპეციალურად გავუსვი ხაზი, არა მარტო მავსულხლათების გადმოწევას, არამედ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბერკეტების გამოყენებას, მით უმეტეს, როცა ჩვენ უკვე ვიმყოფებით სანქციის ქვეშ. ეს ძალიან მძიმე შედეგებია ჩვენთვის და მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მაქსიმალურად მოხდეს გამკაცრება ამ სიტუაციის და არა გალაითება ამ მიმართულებით. ჩვენ ილუზიებში არ უნდა ვიყოთ, თუ რა ხდება. კიდევ ერთხელ ლაპარაკობ, ეს არის მოსინჯვა ქართული რეაქციის და უფრო მძიმე სიტუაცია შეექმნება ოლიმპიური თამაშების შემდეგ. ოლიმპიური თამაშებამდე მე მძიმე გართულებას არ ველოდები, მაგრამ ოლიმპიური თამაშების შემდეგ მე ველოდები მკვეთრ ნაბიჯებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. თუ რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება თქვათ ადეკვატურად და რეალურად შეაფასოს თუნდაც გუშინდელი პრეზიდენტის საუბარი, რომ რუსეთს აღარ აქვს ბერკეტი, რომ რუსეთი არ მოიქცევა საქართველოსთან მიმართებაში ისე როგორც მოიქცა უკრაინაში. რუსეთს აქვს უფრო მეტი ბერკეტი საქართველოზე ვიდრე უკრაინაზე. და ეს ბერკეტი არის 40 კილომეტრში რუსეთის ტანკები, რომელიც აქ დგას. წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ დაიქოქა ეს ტანკები ერთი წუთით და მოხდა რაღაცა მუქარის თქმა და მე წარმომიდგენია რამდენი პარლამენტის დღევანდელი წევრი გამოვა და იტყვის საქართველოს პარლამენტში, რომ ჩვენ ახლა ომში ხო ვერ ჩავებებით, ჩვენ რაღაცა უნდა მოვახერხოთ და აი ესეთი დათმობითი პოლიტიკით, აი ეს არის ბერკეტი. ყველაზე დიდი ბერკეტი. ასეთი ბერკეტი დღეს რუსეთს უკრაინაზე არ აქვს, მაგრამ არანაკლები ბერკეტი, რაც მე გავაკეთე განცხადება ყირიმთან დაკავშირებით, არის, იმიტომ რომ იქ უკვე გაისმა ეს მოთხოვნები და საუბარია ყირიმის პარლამენტის სამწუხაროდ განცხადებებს, სამწუხაროდ ბევრი აღადევს ამას თვალყურს და კონცენტრირებულია მხოლოდ კიევზე, ეს ასე არ არის. იმიტომ რომ ყირიმში ხდება უკვე განცხადების გაკეთება პარლამენტმა, რომ მოუწოდა განიხილავენ ჯარები შემოყვანა რუსეთის ფედერაციის. მე არ ამგონია ჯარები რომ შემოვიდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუ სიტუაცია დაიძაბა, ავტომატურად დაყენდება საკითხი და განცხადებები გაკეთდება გამოყოფასთან დაკავშირებით და ხაზი მინდა გავუსვა ერთ რაღაცას და შევადარო ყირიმი აფხაზეთს. და გაგახსოვოთ თქვენ მედიის წარმომადგენლებს, რომ გახსოვთ წელიწად ნახევრის უკან თუ რა დიდი აჟიოტაჟი იყო მედიის საშუალებებით საქართველოში, თუ როგორ ხდება პასპორტიზაცია რუსული ყირიმის ტერიტორიაზე, ხო, როგორც იყო თავის დროზე აფხაზეთში, ეს ხატყობს იმას, რომ შემდგომ გაკეთება განცხადებები და მინდა გამოვიყენო კანონი რუსეთის ფედერაციის, რომელიც მიიღეს მაშინ სპეციალურად აფხაზეთისათვის და ცხინვალისათვის და კანონი ითვალისწინებს ეს რაღაცას. რომ მოსაზღვრე ტერიტორიებს თუ რუსეთის მოქალაქეებს თუ შეექმნებათ პრობლემები, მათ შეუძლიათ მოქმედება რუსეთის ჯარებზეა საუბარი ღიად. ამიტომ ეს მიღებული იყო მანამ, სანამ მოხდა 2008 წლის ომი, აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ამას ველოდნელი, დღეს არის მართლაც გადამწყვეტი ბრძოლა ამ მიმართულებით და რუსეთი თუ უკრაინა მოახერხა და გაარღვია ის წმეხი, რასაც აკეთებს რუსეთი, მოახერხა შენარჩუნება, ეს იქნება ის, რომ არ შეიქმნება ევრაზიული კავშირი. ამაში დარწმუნებული ვარ. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ ძალიან მძიმე შედეგების ქვეშ აღმოჩნდებით და ჩვენ აღმოჩნდებით ერთ-ერთზე ევრაზიულ კავშირთან. ეს არის ფაქტი, იმიტომ რომ მე არ ვხედავ სახელმწიფოს მთავრობის, საქართველოს მთავრობის მხრიდან, თქვენ დააკვირდით რა განცხადებების გაკეთება ხდება მთავრობის მხრიდან. საქართველოს შეიძლება მოექცეს წნეხის ქვეშ. ხდება შემზადება იმისა, რომ შეიძლება მოექცეს და მე რაც შეიძლება მოექცეს, რაც აღხსენი, რომ დაიქოქოს ტანკი, ვიღაცა გამოვიდეს და თქვას, რომ აი, ვაიმე, უნდა ეს ასე არ უნდა მოხდეს. ამიტომ კითხვის დასმას, რომ შეიძლება ასე მოხდეს, არ უნდა ხდებოდეს. ჩვენი მკაცრი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენ ამას არ ვეგუებით და დეოკუპაციას ვითხოვთ ამ ტერიტორიებიდან ერთ-ერთი და მეორე, ჩვენ გბომბავდნენ თბილისში, მაგრამ ჩვენ არ შევეგუებით, რომ ასე ამაზე მეტი წნეხი არ შეიძლება იყოს, ხო? ამიტომ რომ ჩვენ არ შევეგუებით არანაირ წნეხს და წავალთ ევროპისკენ და გავხდებით ასოცირებული წევრები ევროკავშირის. ეს უნდა იყოს საუბარი და არა ის, რომ საქართველოს იქნება ზეწოლის ქვეშ. საქართველოს ვერ უნდა იყოს ზეწოლის ქვეშ. მადლობა თქვენ.